გაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი 100 დღეზე მეტია უკვე უკანონო პატიმრობაშია. თამარ თედიაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში ბათუმიდან. მოგვიყვება რა ხდება ახლა აქციაზე. თამარ, გისმით. დიახ, როგორც აღნიშნეთ, 100 დღეზე მეტია, რაც მზია ამაღლობელი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მედია მენეჯერი იმყოფება პატიმრობაში. დღეს ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ, ისევე როგორც გასულ პერიოდში, ფაქტობრივად ყოველდღიურად უცხადებენ სოლიდარობას მზია ამაღლობელს და ასევე ითხოვენ მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას. მე ახლა ვეცდები გაჩვენოთ პირდაპირ ეთერში რა ტიპის პლაკატები უჭირავთ, რა წარწერებით უჭირავთ ხელში აქციის მონაწილეებს. სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს მათ აქ შეკრება. როგორც ჩვენთვის ცნობილია და გეგმილია სიტყვით გამოსვლებით და აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ გამომდინარე იქიდან, რომ ის არის ივანიშვილისა და ქართული ოცნების პირადი პატიმარი. ნანა კვაჭაძეს ვხედავ ახლა მე აქ, ის ბათუმელების რედაქტორია. ნანა, ფაქტობრივად ამ 4 თვიანი პერიოდის განმავლობაში დღე არ ყოფილა, როდესაც მედიისა თუ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს, მის გათავისუფლებას, თუმცა ჯერჯერობით ამას არ მოჰყოლი აქვს მედითი შედეგი ხელისუფლებისგან, გრძელდება სასამართლო პროცესები. რა არის დღეს აქ შეკრების მთავარი მიზანი, მთავარი სათქმელი და მზიას რა გინდათ უთხრათ ასევე შეგიძლიათ ჩვენი ეთერით მიმართოთ მას. დღევანდელი აქ შეკრების მიზანი არის კიდევ ერთხელ გაჟღერება მთავარი გზავნილის თავისუფლება მზიას, რადგან მზია ამაღლობელი, ბათუმელების დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედია მენეჯერი 3 თვეზე მეტია უკვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ეს არის აბსოლუტური სირცხვილი ქართული სასამართლოს, ქართული მართლმსაჯულების. აღარ მაქვს საუბარი უკვე ქართული ოცნების ხელისუფლებაზე, იქ რაღაც სხვა მორალური კატეგორიები მუშაობს, როგორც ჩანს და მზიასთან ერთად ეს არის მედიის სოლიდარობის აქცია, იმიტომ რომ მზია ამაღლობელის საქმე არ შეიძლება იყოს განხილული ცალკე მედიის გარეშე, მედია კონტექსტის გარეშე, სწორედ მისი პროფესიიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ მზია გახლავთ მედია მენეჯერი და ჟურნალისტი. ჩვენ უკვე 3 თვეზე მეტია ბათუმის საქალაქო სასამართლოში ვუყურებთ ერთგვარ წარმოდგენას, სპექტაკლს, რომელიც თამაშდება სასამართლოს კედლებში და ეს ძალიან სამწუხარო სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია, იმიტომ რომ მთლიანად ასახავს იმ გარემოს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება დღეს და რაც ხდება საქართველოში, მათ შორის სხვა სინდისის სხვა პატიმრების სასამართლო პროცესებზე. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეს სათქმელი, გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გამოვიდეთ ქუჩაში და ზუსტად ქუჩაში ვთქვათ ჩვენი სათქმელი და ამით ვაჩვენოთ ყველას, რომ ქუჩა არის საქართველოს მოქალაქეების, რომ ჩვენი პროტესტის, ჩვენი სათქმელის ხმა, მაღლა თქმა და გაჟღერება ჩვენ როცა გვინდა შეგვიძლია ქუჩაში და ეს ადგილი არის საქართველოს მოქალაქეების და ვერანაირი ჯარიმები, ვერანაირი რაღაც კაბალური კანონები ამას ვერ შეაჩერებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რომ ეს ადგილი არის საქართველოს მოქალაქეების. მადლობა ნანა კვაჭაძეს უსმენდით, ბათუმელების რედაქტორს. ნამდვილად მიუხედავად მილიონობით ლარის ჯარიმისა, მიუხედავად ათობით დაკავებულისა, საპროტესტო აქციები გრძელდება როგორც დედაქალაქში, ასევე ბათუმში. შეიძლება ითქვას, რომ უწყვეტად არ ყოფილა არც ერთი დღე ჩავარდნის. მზია ამაღლობელი კი რჩება პატიმრობაში 100 დღეზე მეტია. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით ედავებიან სამართალდარღვევას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და არსებითი განხილვა გრძელდება მისი საქმის ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მომდევნო სასამართლო პროცესი გაიმართება ორშაბათს. დღეს კი ბათუმში ევროპის მოედანზე გრძელდება საპროტესტო აქცია და ცოტა ხანში, როგორც გითხარით, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები.